ხუთი თვის მიღებულია იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 19 აპრილს ღამის 3 საათზე შემოიყვანეს. ხუთი თვის ბავშვისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იაშვილის კლინიკის ექიმები რამდენიმე საათი იბრძოდნენ. ჩვილი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ახალშობილი დედასთან ერთად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მისულმა მამამ ჩხუბის დროს ჯერ ორ სულ-ცოლს სცემა, შემდეგ კი ბებიას ხელიდან ჩვილი გამოგლიჯა და კედლის მიმართულებით ისროლა. პოლიციიდანაც ვიცით, ბავშვი გამორთმევის ართმევდა სიდეთრს თუ ეჭირა ბავშვი და გამორთმევის დროს ბავშვი უბრალოდ თავი კედელზე მიარტყმევინს. ჩვილი საავადმყოფოში პარასკევს გამთენიისა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ის პირდაპირ ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მოათავსეს. ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. მოტეხილი აქვს მარჯვენა თხემის ძვალი. პირველადი კვლევებით ჩაუტარდა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია გამოვლენილი არის მარჯვენა თხემის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, ინტრაკრანიულად კეროვანი მწვავე დაზიანება არ ვლინდება, მოთავსდა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში, სადაც უტარდება შესაბამისი კონსერვატიული თერაპია და დაკვირვება. ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებულმა მამაკაცმა დანაშაული დადიანის 104 ნომერში ჩაიდინა. ამ დანაშაულის დროს სახლში ნაცემი დედა-შვილის გარდა მოძალადე დავით სარალიძის დედა და სიდედრიც იყვნენ. ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ სცემდა 25 წლის მამაკაცი 6 კვირის ორსულ ცოლს და როგორ გაიმეტა ერთადერთი შვილი. დანაშაულის ადგილზე კურიერს ბრალდებულის დედა დახვდა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა? მე არ ვაპირებ არანაირ ინტერვიუს მიცემას და ტყუილა მობრძანდით რა. არა, თუნდაც რატომ მოვედით? ჩვენი არა, ერთი თუ ბავშვს გვაინტერესებს, გალბატონო. დაზარალებული იყო, შეშინებული, ყოველდღიურად შეშე ჰქონდა, რომ როდის მოვიდოდა დავით სარალიძე სახლში და როდის განმეორდებოდა სრულიად უმიზეზოდ მის მიმართ ძალადობა, სუიციდის მცდელობას ჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლიდან ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, რაზეც დაკავებული ქმრის მშობელი დუმდა. ბოლო შემთხვევის დროსაც ქმარი ძალადობაში პოლიციამ მხოლოდ მეზობლის შეტყობინების საფუძველზე ამხილა. რატომ მალავდა ძალადობის ფაქტებს დავით სარალიძის დედა? მას ამ თემაზე საუბარი არ სურს. ცოლისა და შვილის სემისთვის დაკავებული მამაკაცის დედამ იმ მოტივით, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, ინტერვიუზე მეორე მცდელობის დროსაც უარი გვითხრა. რატო შემოგიხარ? გალბატონო, ერთი წამი გას. გამორთე კამერას რომ გითხარი. თქვენი ვინ არის ეს ადამიანი, რომ გვითხრათ? სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც დაზარალებულს თავის მხრივ ფიზიკურ და ასე ამასთან ფსიქიკურ ტანჯვას განაცდევინებდა და ეს არ ყოფილა ერთჯერადი. 2018 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანი ამ ფაქტებს იმეორებდა. ბოლო კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ძალის გამოყენებით გამოსტაცა ჩვილი 6 თვის შვილი დაზარალებულს, ერთ-ერთ დაზარალებულს მეუღლის დედას, რა დროსაც ჩვილმა მიიღო დაზიანება. ვინ გამოიძახა პოლიცია? პოლიცია გამოიძახა მეზობელმა. დაკავებული ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს, მისი პატიმრობის კანონიერებაზე სასამართლომ უკვე იმშელა და ისევ გისოსებს მიღმა დატოვა. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა გამოძიების პროცესში იმ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რომლებმაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი დამალეს. გამორიცხავთ, რომ სხვა პირების პროცესში როგორ საკითხის გაგდეს? ვერც ვერაფერს დავადასტურებ და ვერც უარყოფ. ნასვავი მოსულა სახლში და ქონიათ ტელეფონზე ნალაპარაკები იმას აქვია მეუღლეს. ყვირილით და იმით და სახლში რომ მივიდა ნასვავი თავი აღარ გააკონტროლა ალბათ. ოჯახში სპორი ყოველთვის არის, ახლა არ არის ოჯახი, რომ იქ რამე ყამათი არ იყოს და ის და მე რასაც ხედავდი, სულ ჩამოდიოდი აქ და ჩემთან ჩამოდიოდნენ, სულ ეხვევიან ერთმანეთს. ხუთი თვის შვილს მეთვალყურეობას ექიმებთან ერთად საკუთარი დედაც უწევს. ახალგაზრდა გოგო, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა. ბავშვის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის არ დარჩა. მას სახეზე და მთელ სხეულზე ათობით სისხლნაჟღენთი აქვს. Извините, но я не хочу разговаривать с журналистами. До свидания.
ის რაზეც დაზარალებულმა ქალმა საჯაროდ საუბარი არ ისურვა, მან მოყვა პოლიციასთან და მკურნალ ექიმთან. აღწერა როგორ ურტყამდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქმარი და ფიზიკურთან ერთად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. მრავლობითი დაზიანებებით დაკავებულის მეუღლე სასტრაფომდა საპატრულო პოლიციამ მომხდარიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანა. მკურნალობაზე უარის თქმის შემდეგ კი კლინიკა ხელწერილი საფუძველზე დატოვა. პაციენტი პეტროსიანი ტატევიკი 28 წლის შემოყვანილი იქნა 112-ის ბრიგადის მიერ ჩვენს კლინიკაში აღენიშნებოდა პაციენტს მრავლობითი ექსკორიაციები და სისხლშემთხვევის სხეულის ზედაპირზე, ასევე პაციენტს ჩატარებული კვლევის შედეგად, ეხოსკოპიური კვლევის შედეგად დაფიქსირდა 6 კვირის ორსულობა. შემდგომ გამოკვლევებზე და მკურნალობის ჩატარებაზე პაციენტმა უარი განაცხადა, ხელწერილი საფუძველზე დატოვა კლინიკა. მეუღლე მიაყენა დაზიანებები, როგორც აღნიშნავდა. ძალდობაში დადანაშაულებული ქმარი საკუთარ სახლშივე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მას სასჯელის რა ზომას განუსაზღვრავს მოსამართლე. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში. მსხვერპლი ქალი კი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, საკუთარ ჩვილთან ერთად საქართველოს სავარაუდოდ მომავალ კვირას დატოვებს.